მაგრამ ზოგადი კითხვა მინდა თავიდან დაგისვათ, გაგვერკვიეთ რა განსხვავება არის იმპლანტსა და იმპლანტად თუ იმპლანტ როგორც უნდა თქვა არ ვიცი, იმპლანტსა და პროთეზს შორის. ძალიან დიდი განსხვავება. ხო, ორივე პროთეზია. ხო, აგიხსნით ახლა. იმპლანტანტი ეს არის, ანუ ესე ვთქვათ, ხელოვნური ფესვი, რომელიც დანაკლისი კბილის მიდამოში ჩაენერგება. ფესვი მარტო? ხო, ფესვი. რომელზეც მაგდება ხელოვნური გვირგვინი, როგორც საკუთარ კბილზე, ასევე იმპლანტანტზე მაგდება ხელოვნური გვირგვინი. იმპლანტატი ძირითადად და ძალიან კარგი საშუალებაა დღესდღეობით და ერთ-ერთი საუკეთესო ალბათ, როცა არის კბილების დანაკლისი. ერთი რეგაკლია, ორი რეგაკლია. საერთოდ არ გვინდა კბილი. და ყველა არ გვინდა მოსახსენი პროთეზის. არ გვინდა ახალგაზრდები ვარ თუ ასაკშივად არ გვინდა. ამ შემთხვევაში გამოსავალი არის უალტერნატივო გამოსავალი დღესდღეობით იმპლანტატის ჩანერგვა. 12 იმპლანტატი და 12 იმპლანტატი არის. სავარაუდოდ ერთ ყბაზე, თუმცა სრული ადენტი, ანუ სრული თავისუფლება და ანუ კბილი აღარ აქვს პაციენტს, ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ერთ ყბაზე ჯდება 8 იმპლანტი. ანუ ის რაც ჩაა? არა, 6 იმპლანტი 14 კბილი. ის აი მეორე ჩაფული კბილები რა გამოშვება ის გამო და გვერდზე საღიკვილების ისეთ მოგვიწია, არა, ეგრე არა, შეიძლება ისე მაქვს, როგორ არის ლაპარაკობდი. ეგ არის ძირეული განსხვავება, ანუ პროთეზირება ზოგადად ეს დავუწყოთ. პროთეზირებაში არსებობს ორი ესეთი ძირითადი თემა, მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზი. თუმცა ეს მოუხსნელი იმპლანტი ფაიფური იქნება თუ მეტალოდინამიკა იქნება თუ ცირკონოკერამიკა, მაინც პროთეზად ხელოვნური კბილია და პროთეზია. მაგრამ როცა არ გვინდა მოსახსნელი კონსტრუქცია არის ხიდისებრი მოუხსნელი კონსტრუქცია. გარდაუვალი ხო გვერდზე საკბილების ამოღება ან გადასვლა იმაზე რაღაც. ხო, ეს არის გარდაუვალი არის ორი ვარიანტი. ან გვერდზე იმ საკბილებს თქვენ გულისხმობთ, ძირითადად შემთხვევაში ხდება იმის ნერვის ამოღება და კბილების და ასე შემდეგ გაწოლება და ხიდისებრი მოსახსნელი პროთეზის თემება დამაგრება. ან მეორე ვარიანტი, იმ ჩვენ ძალიან საკუთარ კბილებს არ ვეხებით და კონკრეტულ ფრაგმენტსაც დანაკლისი არსებობს, ხდება იმპლანტი, რომელზეც გვირგვინი მაგდება. და გადაწყდება გვერდითა კბილების სახაცვა. ხო, იმიტომ რომ მე ძალიან ესე იგი, რა მინდა კითხოთ, ვიცით რომ ზოგადად ეს იმპლანტი არ ჯდება იაფი, არის საკმაოდ ისეთი ძვირი სიამოვნება. მესმის რომ თქვენი ცხოვრება დასვენებული ხარ, მაგრამ და მაინტერესებს ამასაც როგორ უნდა შევამოწმო ჩემი ორგანიზმი იღებს ამ იმპლანტს თუ არა, რომ მე არ გადავხადო სიმბოლიზებით მოხდება შენს მაშინ რა ქვია კბილი და მე არ იღებს. ამოხსნდება, მოგესწორა რა თუ კითხვა, ჩვენ თქვენ კი არა ექიმის ნაკლებად დაზღვეულია ეს პაციენტის ორგანიზმი იღებს თუ არა ხელოვნურ იმპლანტს. ეს არსებობს რის ფაქტორები, მაგრამ დღევანდელი ეს არის უკვე იმპლანტზე დამოკიდებული, რა თქმა უნდა შესრულებაზე. მაგრამ იმპლანტის ხარისხზე დამოკიდებული, რომელიც დღევანდელი თანამედროვე იმპლანტები, მithumetes გერმანული იმპლანტები და დღევანდელ ბაზარზე საბედნიეროდ თბილისის საქართველოში არსებობს. ისეთი იმპლანტები, შემიძლია დავასახელო, სულცენტარ და ასე შემდეგ იმპლანტები, რომელიც არის ძალიან მაღალი ხარისხის იმპლანტები და ეს რის ფაქტორები ფაქტიურად დაყვანილი არის 3-5% გართულება. და თქვენ ამბობთ რომ რეკლამის დროს ვსაუბრობთ აი ფაიფურის ესენი რა ქვია თუ ის სხვა იყოს კარგად ვერ გავიგო და პრაქტიკულად არ არსებობს ეს შეუთავსებლობა არა ეს გვირგვინები ხო ეს იგი ამერია იმპლანტები ზუსტად საერთოდ იმპლანტებს მაგრამ მიდიაო რა ლაპარაკობ არ არის თქმა გუდი არ არის ჩვენი საკუთარი კბილი რომელიც უნებრივად გვაქვს და გვაქვს და რა თქმა უნდა ხელოვნურიც არ არის მუდმივი ყველა შეიძლება რომ თქვა რომ ყველა ჩასმული კონსტრუქცია აუცილებლად 6-8 წლის შემდეგ საჭიროებს როგორც წესი გამოცვლას. სტანდარტულად ესეა მიღებული, იმიტომ რომ ჩვენ რო გავიკეთეთ 6 წლის წინ, 8 წლის წინ ეს ხელოვნურად ჩასმული კბილები, იმის მერე შევიცვალეთ. როგორ ვარ, მე ვარ ჩასმული, ხო, აბა რატო არის? იქ მიკრო შეღწევადობა იმატებს, იმიტომ რომ თქვენ შეიცვალეთ რაღაცა კუნთი, ცოტა სხვანაირია, ნაოჭი მოგემატათ, აი პროცესად შეხება მთელი ცხოვრებით, რომელი პროცესი იცვლება. რატო მაშინ გამოსახული თუმე დისკომფორტი არ მაქვს არ მტკივა არ უძრება არაფერი თქვენ ვერ გძნობთ იმ დისკომფორტს მაგრამ იქ მიკრო შეღწევადობა იზრდება ანუ
და ან გძილია დაწეული, ან აწეული. ამიტომ ექიმა უნდა შეაფასოს ეს 100%-იანად 6 წლის მერე თუ კი არ მიდიხართ ექიმთან და კი არ იცვლით ამას, უბრალოდ ექიმი გიფასებთ. მე ვამბობ უბრალოდ ლიტერატურაში როგორაა მოწოდებული. შეიძლება 10 წელი კონტექსტ. პრაქტიკულად ეგრე, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერ ჩვენი ორგანო, ესე პირის რო განიცდის ცვლილებებს ასაკთან მიმართებაში და ეს წლები არ შეიძლება ეს იყოს მუდმივი, გამორიცხულია. გამგირალი აქედან ის ითხოვს დროის შეცვლას ვადებში. არ შეიცვალა პაციენტმა და არის ესეთი რომ ძალიან კარგი კონტაქტი ვიყავი 20 წელი მე ვატარებ რადგანაც მაგრამ ეს რა ხდება? როდესაც დგება მეორადი პროტეზირების ზღვარზე, იმის შესაძლებლობა ფაქტიურად უკვე შეუძლებელია. რომ მოუხსნელი კონსტრუქცია გაკეთდეს, იმიტომ რომ იქ დაირღვა ძვლოვანი სტრუქტურა, პათოგენოვანი არა და ძალიან დიდი სახის ასიმეტრია წავიდა, ცენტრის აზოვა წავიდა, თანკბილოა და იქ ცვლილებელი წავიდა. ესეთი რომელიც ძალიან დიდი პრობლემა კიდევ დამირღვია მთელი წყობა და დროულად ამოვიღე. ხო. ამიტომ გამოსავალი როგორც ნორმალურ ყველა ქვეყანაში ჩვენგანაც არის 6-ში ერთხელ ექიმთან საკუთარი ექიმი გყავს სტომატოლოგი, ნებისმიერ პაციენტს, რომელთანაც პროთ კონსულტაცია. ხო, აი ლევან როგორც საკითხი. კლინიკაში, ეს თბილისში კონსულტაცია და საქართველოში არის უკვე. არის, კი. ხო. შენი ექიმი ესე ყავს. ეს კონსულტაციის მომენტი არ არის. და დროულად აღმოიფრობა. პროცესზე რო ლაპარაკობთ, აი დაინტერესებთ ახლობელი მყავს, რომ ახალგაზრდა კაცი არის მართალია, მაგრამ რა ავარიის გამო მოუხდა ის რა ქვია პროთეზის ჩაცმა. ძალიან კარგი პროთეზი გაუკეთეს, სახნელი პროთეზი, კი, ესე ფინანსურად რატომაც ეს აწობდა. მოკვდა ადამიანი, იმით დედაფრით უკვე მეორე თვე მიდის, აი ეს უახლოესი, არა. გრძილზე ისწავს ამ გრძილზე, ხან ერთ ადგილას უღიზიანებს, ხან მეორე ადგილას ჩადის ორთოპედთან, ის ნუ მოკლედ თან რაღაცა ექსპრეს თუ რაღაცა არ დაუშვია. შეიძლება იყოს. ახლა ორთოპედია უნდა რომ რაღაცა მომენტში დაждდება ეს, მაგრამ ნუ თქვენ გავიდა უკვე და თან ისინი ავტები თუ რაღაცა უჩნდება. არა შეიძლება მეტი, შეიძლება თქვი ვარ, არ ვიცი, მაგრამ მაგრამ როგორც დისკომფორტია. როგორც მან არის ორი ვარიანტი, ერთი პირველი და ალბათ გამორიცხოთ ნორმალურ ორთოპედთან აქვს ურთიერთობა და კარგად არის ეს ყველაფერი შესრულებული, თუ ცუდა შესრულება თქო ეს პრობლემა სულ ექნება. ნუ კარგად შესრულებული შეიძლება მაინც იყოს იგივე პრობლემა. და ეს იყო გამომდინარე გრძელიდან, ყბისულიდან, მოსახსენ კონსტრუქციაზე საუბარი, მოსახსენ პროცესზე და ამ შემთხვევაში არის სხვა გამოსავლები. ნუ ახლა რადგან ფინანსურად უბრალოდ ეს ვერ გადაიხადა ხა რაღაცა გადაია ხო რაღაცაზე არ აქვს მაგრამ თუ ეს პრობლემა უნდა მოიხსნას იქ მინიმუმ 2-3 იმპლანტი მაინც უნდა ჩაინერგოს ეს პრობლემა ავტომატურად მოიხსნება სინწოლის პრობლემა ფიქსაციის პრობლემა უკვე იხსნება და ხანდაზმულ ასაკებში როდესაც იმპლანტს აღარ ისწავლენ არა რატო შეიძლება აბსოლუტურად მოხსნა და ბოდიშთა ამ ბარემ მინდა კითხოთ რა როცა კეთდება ხომ ეგ დროს ხიდი იქ შედის საკვები ხო რაც ხო არ უნდა შედიოდეს არ უნდა მაგრამ ხდება სმენია შედის საკვები რაც გინდა აგინა არასდროს ამონო შეგრძნება მე სუნიარი აი ესე დროს რა და უნდა გაკეთდეს აკაცრობია უნდა გამოიცა აუცილებლად და ნორმალურად ხეს თუ საკვები შედის ეს უკვე ნიშნავს რომ იქ რაღაცა არასწორადაა გაკეთებული საკვები არ ვიცი ან დრო გაუვიდა ხო ანუ დაიცვა 10 წლის მერე თუ ფილმი განიცადა უკვე ესეთი და რა მოინტერესებს აი ტელეპაყვანებისთვის თქვა მოწყალების პრობლემას ხდება ეს აი შეცვლილი ხიანად დროული პროცესები არასდროს მეტყველების პრობლემა დროული და როცა არის ესეთი რაღაცა რომ ხვალ გამდიდრდები და ყველაფერს ერთად გავიკეთ ყოველთვის პრობლემა ხო მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც მეტყველების პედაგოგი შემიძლია გითხრათ ვენა არის კუნთი და ნებისმიერ აპარატ შეიძლება მოარგო თავარი გესმოდეს რა პრობლემაა აქვს შევკითხე რა ფაქტობრივად არა თავიდან დისკოტეკის ეფექტი ხო რას ნიშნავს რა ანა ეს არა სუპერეკით არის ესეთი რაღაცა ხელოვნურად არის ხიდები ან ფაიფორის გვირგვინები ან ვინირები ფაიფორის ან ნებისმიერ მაღალი ხარისხის თუ დაბალი ხარისხის კონსტრუქცია პროთეზი ანუ ხიდი არის ესეთი პრობლემის წინაშე დისკოტეკის შუქზე და ან ეფექტზე ფილმებში ალბათ ყველას გვინახავს შავად ჩანს რომელიც თითქოს კვილი არ არის აი ხალხთან კოცნა რომ გინდება დისკოტეკაზე რომ განიცინებს და ისე რომ ბაბაები არის გამოსავალი ნებისმიერი ეს მაღალი ფაიფორს მოყვება ან შეიცავს შიგნით ფლუორესცენცია არის ესეთი შემადგენელი ნაწილი რომელიც თუ ან ფაიფორთან გაკეთებული დისკოტეკის ეფექტი აქვს უკვე ეს რეკლამის